გამარჯობათ. დღეს მინდა გავაგრძელო საუბარი ფსიქოლოგიაზე. ქვეთავს დავარქვი აზრებთან საუბარი. რაშია პრინციპული განსხვავება ჩვენსა და ფროიდის მიმდევრებს შორის? რა შეცდომას უშვებენ თანამედროვე ფსიქოლოგები, რის გამოც არ შეიძლება, რომ კურნება დაიდოს? ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ეს გამოიხატება იმაში, რომ სამება ღმერთის მსგავსად ჩვენ ვართ სამნაწილიანები, გვაქვს გონება, აზრი, რომელიც გონებიდან იშვება და უკვდავი სული, რომელიც მხოლოდ გონებიდან გამოდის. ადამს და ევას სამოთხეში ღმერთის მადლი იფარავდა. ეს არის ღმერთის ენერგია. ეშმაკს წვდომა არ ქონდა მათთან, მათ გონებაზე. ეფრემ ასურს უწერია, ევასთან რომ მივიდაო, სახეში ვერ უყურებდა ევასო. ისეთი ბრწყინვალება გამოდიოდა ამ ადამიანიდან. და ცოდვაში რო ჩააგდო, მადლი დააკარგინა, მერე რაც მოხდა თქვენ კარგად იცით, კარგად ხედავთ, რაც ხდება. წმიდა სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს აქვს ესეთი სწავლება, ეშმაკმა მადლის დაკარგვით მოიპოვა ადამიანის გონებაზე წვდომა და შეუძლია, რომ აზრებით ესაუბროსო ადამიანს. ანუ ეშმაკის სიტყვები ადამიანის გონებაში ამოტივტივდება, აღიქმება, როგორც საკუთარი აზრები. ხდება ჰაკერული თავდასხმა ადამიანზე, როგორც გატეხილი სისტემა კომპიუტერული. ადამიანის გონებას აღარ შეუძლია, რომ თავისი საკუთარი აზრი და გარედან შემოსული აზრი ერთმანეთისგან გაარჩიოს. ფსიქოლოგები ადამიანს აღიქვამენ ჩაკეტილ სისტემად. მათ ასე ეჩვენებათ, რომ რახან ერთ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს მეორე ადამიანის აზრები, თითქოს არ შეიძლება, რომ აზრი გარედან შემოვიდეს. მე მინდა წაგიკითხოთ ანტონი დიდის ცხოვრებიდან ერთი პატარა ამონარიდი. ფსიქოლოგები ვერ კითხულობენ ასეთ ტექსტებს. რაღაცა აზრი ეუბნევათ ხოლმე, რომ თავი დაანებეო, არ გინდაო, ფროიდი წაიკითხეო. ისინიც ემორჩილებიან. თვითონ მოტყუებულები თქვენც ასე გატყუებენ. ეშმაკმა რო დაინახაო, რომ გამოგდებულია მისი გულიდან. ამის შემდეგო შავ ბავშვად წარმოუდგაო. არღარა გულის სიტყვითა შეუვიდოდაო. რამე თუ განძებული იყო მზაკვარი იგი, მიერიდან კაცობრივი ხმაი მოიპოვა და ესრეთ იტყოდა. და მერე თავის თავს აქებს, რომ მაგარია და ყველას აცდუნებს და ატყუებს. მე მინდა წაგიკითხოთ ბატონი ფროიდის ძალიან ჭკვიანური მიღწევები ამ ძალიან ბრძენმა ადამიანმა რა მიგნებები დადო. რაღაც გვინდა იოანე სინელი, გრიგორი პალამა, ეფრემ ასური, ესენი რა გვინდა? აი ფროიდი. აი ნახეთ რა წერს ეს ადამიანი. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ აზრები სინამდვილეში მართავენ მას. ქვეცნობიერი ყოველთვის გველაპარაკება. ჩვენი საქმეა ვისწავლოთ მისი ენის გაგება. ანუ ეს ადამიანები პირდაპირ მოგიწოდებენ, რომ ეშმაკთან დაждდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე, კარგად გაარკვიოთ რა სიტყვის თქვენგან და მერე ოღონდაც კი სიმშვიდე მოიპოვოთ. ნუ ეს შენიაო, ეს გარედან არ არის. აი კაცს რო გათხოვება უნდა, ქალს რო ბავშვის მოკლა უნდა, ეს შენი ქვეცნობიერი გეუბნება. მანიაკთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაждდომა ძალიან ცუდად მთავრდება. მე მქონია ასეთ ადამიანებთან შეხება, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერ დათმობაზე.
საერთოდ არ აინტერესებდათ ეს სწორი იყო, არ იყო სწორი. ოღონდაც კი მოიპოვონ სიმშვიდე. ოღონდ ეს სიმშვიდე მერე დაუჯდებათ სასუფეველის დაკარგვად. ცოდვა აძლევს წვდომას, ეშმაკს ადამიანის გონებაზე, რაც უფრო მეტად შესწოდავთ. მადლს უფრო დაკარგავთ, ეშმაკს მეტი ძალა ექნება თქვენზე. რაც უფრო მეტად განიწმინდებით, რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, რაც უფრო დიდ მადლს იშოვით, რაც უფრო მეტად ახსარებას იტყვით, ეზიარებით, მეტ მადლს მიიღებთ და თქვენი გონება, აი რუსული გამოთქმა ესეთი, ქარბორბალა ჭიქაში. ადამიანს ქარბორბალა აქვს ხოლმე თავში. აი ეს გაჩუმდება. ზიარების მერე გონება ჩუმდება, იმიტომ რომ ეშმაკს წვდომა აღარ აქვს ამ გონებაზე. ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი. ნახავთ, როგორ იქნებით ზიარებამდე და ზიარების შემდეგ. მილიარდი ადამიანი თურმე იტანჯება ფსიქოლოგიურად, აშლილობებით და ამის ჩახშობას ცდილობენ წამლების მიღებით. აი, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს ესეთ რამეს. 118 ფსალმუნის განმარტებაა. არის ესეთი სიტყვები: გზა სიცრუვისა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე. სიცრუვის გზა, წმინდათა განმარტებით, ეს ყოფილა აზრებთან საუბარი და ოცნებები. ის, რასაც ბიბლია გვასწავლის, როგორც დაღუპვის გზას, ფსიქოლოგები გასწავლიან, როგორც ცხონების გზას. განწმენდა არის გამოსავალი თქვენი ბედნიერი ცხოვრებისა. თუ ადამიანები არ მოინანიებენ, არ განიწმინდებიან, სიმართლეს თვალს არ გაუსწორებენ, თუ გადაწყვიტავენ, რომ თავარია სიმშვიდე, ოღონდ რის ფასად, ეს უკვე აღარ აინტერესებთ. სიმშვიდე არ ექნებათ არც ამ ქვეყანაზე და არც იმ ქვეყანაზე. ჩვენ კი ღმერთს ვებარებოდით.